აბსურდია, რომ ეს იყოს ეს ხალხი ამათ სამსახურებით ეზებოდა. ან იცის ნახოთი ხონდა თქვენ ყველანი იცით, რომ დაგვარდია. პოლიციელებმა და პარლამენტის წევრებმა იქ გარემში დაუდგეს და დღეს 50 დოლარებად მიდიან. და იქ ერთი ელდარი გულიაშვილია. აი ამიტომ უნდა ჩვენ რაც შეეხება იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც ბატონმა ირაკლი თქვა, როცა პრეზიდენტი და პრემიერი დღეს იმას არჩევს, რომ ვინ უნდა მოაწეროს ხელი, ცოტა უხერხულია. სამარცხვინო დოკუმენტი. ამიტომ ბატონ თემურის ყველა უნდა დაუჭიროთ ხარი. ვაგრძელებთ ინტენსიური შეხვედრების სერიას, ამჯერად ვიყოფებით ვარკეთილის დასახლებაში, ხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით იმ პრობლემებს, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაპირებთ, რომ კონკრეტული განცხადებებიც გავაკეთოთ, იმიტომ რომ საკითხი ეხება ავარიულ შენობა ნაგებობებს, 80% დაახლოებით შენობებისა არის ავარიულ მდგომარეობაში. ანუ იგივე ვითარება, რაც სამგორის რაიონის მესამე მასივის პირველ კვარტალში, რაზეც მე არაერთხელ გამეკეთებია განცხადება, რომ 99% ნაგებობებისა არის უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა ურბანული განვითარების გენერალური გეგმის შედგენა, საჭიროა რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის, ანუ დაგეგმარების გაკეთება, რის ფარგლებშიც საქართველოს დედაქალაქის თბილისის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი უნდა მოხმარდეს სწორედ ამ ავარიული შენობა ნაგებობების რეკონსტრუქციას, კონსერვაციას, რათა არ მოხდეს კოლაფსი, არ გამოიწვიოს ამან ადამიანური მსხვერპლი, რაც ერთხელ ჩვენ უკვე მივიღეთ 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრისას და დღეს თბილისში 2/3 შენობა ნაგებობებისა არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ მთავარი კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ადამიანზე, ოჯახზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრევენციაზე. მოგეხსენებით, ვიყოფებით ვარკეთილში, ვარ თემური შეგელია, რომელიც მუშაობს ვარკეთილში, ვარ სამედიცინო ცენტრის დირექტორი, რომელიც არის ჩემი დაარსებული და დაარსებიდან ვემსახურები ვარკეთილს და ვარკეთილების ხალხს. ახლა ვიდა მოგახსენოთ რა უჭირს ვარკეთილის მოსახლეობას. ვარკეთილის მოსახლეობას უჭირს როგორც ყველა მთელ საქართველოს, როგორც ყველა ხალხს, იმიტომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, სახურებები არის დაშლილი, სარდაფები არის წყლის სავსე, არ მოძრაობს ტრანსპორტი და ბევრი მრავალი ისეთი და არის ხო ძილვარებს უმუშევრობა. რამსავარია უმუშევრობა, ისეთი უმუშევრობა, რომ ხალხი არის ძალიან გაჭირებული. გუშინ ვიყავი მაგალითად შემოვლაზე ერთ დასახლებაში, სადაც ნახე რაღაც საშინელება, თუ კი შეიძლებოდა რომ თბილისში ცხოვრობდა ისეთი ხალხი, როგორც არ ქოლა წყალი, არ ქოლა დენი, არ ქონდა კანალიზაცია არ მუშაობდა ეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ მოსვლის შემთხვევაში, რომ ყველაფერი ამოხდა და დაუდგეთ ჩემი ვარკეთილს ხალხს გვერდში. ამისათვის მოგიწოდოთ ყველას მიიღეთ აუცილებლად არჩევნებში მონაწილეობა და შემოხაზეთ ნომერი 3.